მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლი, როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც რამდენიმე პროექტით ერთდროულად არის წარმოდგენილი, დღეს ვისაუბრებთ თბილისის საცხოვრებელ და სუბურბანულ პროექტებზე. მოვეკითხავთ პროექტის დასაწყისიდან ვიდრე დღემდე ყველა დეტალს. ყველა ის სახლი, როდის დასრულდება და როგორი არის გეგმა პირველი კვარტლის მონაცემებით, რომელიც მეტროპოლის პოტენციურმა მობინადრემ ჩაიფიქრა. და არსებულმა მობინადრეებმაც, რომლებიც მრავლად არიან უკვე და ყველაფერი დანარჩენისთვის საქმიანდილად სტუმრობს მამუკა იმედაშვილი, საქმიანი საზოგადოება იცნობს მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილეს. დილამშვიდობისა და მადლობა მობრძანებისთვის. დილამშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. მამუკა, პირველი კვარტალი ჩავხურეთ 2026-ის და გვინდა საქმიანდილში, მოდი შევაჯამოთ მეტროპოლის როგორ დასრულდა პირველი კვარტალი, როგორი არის ის დასახული გეგმა, რაც ჩაიფიქრა მეტროპოლის გუნდმა. კი ბატონო, ესე თქვა დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ პირველი კვარტალი, ესე თქვა, პირველ კვარტალმა გადააჭარბა ჩვენ ყველანაირ მოლოდინს. ჩვენი გაყიდვების რაოდენობა მოცულობამ გადააჭარბა 24 მილიონ დოლარს და ესე ვთქვათ, ეს არის მაქსიმალურად, როგორ გითხრათ, ანუ თითქმის 200%-ით შესრულება იმ გეგმისა, რაც ჩვენ დასახული გვქონდა. რაც შეეხება გასული წლის იგივე პერიოდს რო შევადაროთ, ანუ ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 8 მილიონი დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წლის პირველ კვარტალში ფაქტიურად ჩვენივე შედეგები გავასამაგეთ. სამჯერ გაზრდილია ერთ წელიწადში. დიახ. სამჯერ არის გაზრდილი, რაც პრინციპში ორი ძირითადი მიზეზი შეიძლება რომ დავასახელოთ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც დაგვაინტერესა და გავაკეთეთ ანალიზი. ორი ძირითადი მიზეზია, ერთი არის ახალი არხის გახსნა, ესე ვთქვათ, და ძალიან მკვეთრად არის გაზრდილი ევროპელი მომხმარებლების ინტერესი და მეორე არის, ესე ვთქვათ, პროექტებში, რომელიც უკვე დასასრულისკენ მიდის, მკვეთრად იზრდება მოთხოვნა დიდ ბინებზე. მოგეხსენებათ, რომ როდესაც ფრისეილის პერიოდია, ძირითადად უფრო ლიკვიდურ ბინებით არიან მომხმარებლები დაინტერესებული, ხოლო ამ შემთხვევაში კერძოდ ქავთარაძის პროექტში, მაგალითად, რო შევადაროთ ამ წლის პირველ კვარტალში არის გაყიდული 25 დიდი ზომის ბინა, როდესაც გასული წლის იგივე პერიოდში იყო გაყიდული დაახლოებით 5. და ევროპელებსაც შეეხება გასული წლის პირველ კვარტალში შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ანუ ევროპელი მომხმარებელი თითქმის არ ყოფილა, ჩვენ პორტფელში, ხოლო წელს პირველი კვარტალი დავხურეთ 85, ესე ვთქვათ, გაყიდული ბინით და ესენი არიან ძირითადად გერმანელები და შვეიცარიელები. ანუ შეიძლება ითქვას, თქვენი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ ბინების ტიპების ტენდენციაც არის შეცვლილი ერთის მხრივ მოთხოვნა და მეორეს მხრივ საერთაშორისო სეგმენტიც შეცვლილია და ძირითადად უძრავი ქონების ინდუსტრიამ გადაინაცვლა მოთხოვნა ევროპელებისკენ. დიახ, კი, ნამდვილად ეგრეა, მან თუ საერთოდ რა თქმა უნდა ჩვენი ესე ვთქვათ არსებული მომხმარებლები რჩებიან მეტწილად ჩვენი მომხმარებლები და ასევე ჩვენი ემიგრანტები ძირითადად ამერიკიდან. თუმცა თუ უცხოელ მომხმარებლებზე ვისაუბრებთ, კი, ნამდვილად ანუ ევროპელი მომხმარებლების წილი მკვეთრად გაიზარდა და მათ შორის ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებული არის დუბაის მხრიდან ესე ვთქვათ ინტერესი საქართველოში ინვესტირებაზე. რა ტიპის ბინებზე არის მამუკა მოთხოვნა? როცა პირველი კვარტლის ანგარიშს აკეთებდით, პრაქტიკულად ყველა ტიპის ბინა ახსენეთ, მათ შორის მოცულობითი ბინებიც, ეგრეთ წოდებული დიდი ბინები, რომელიც არ იყო ხოლმე ეს განსაკუთრებით მოთხოვნაში და ხა 25 ბინა მარტო ერთი თემიდან გამომდინარე, არანაკლებ ასე ვთქვათ, სასიამოვნოდ გამიკვირდა, ვიდრე 24 მილიონიანი ამონაგები გაყიდვებში გულისხმობ, მაგრამ ამ პირველმა კვარტალმა შეცვალა რაიმე ტენდენცია, ანუ ბაზარზე რა ტიპის ბინებია მოთხოვნაში? ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ შეცვალა, თუმცა არ მგონია, რომ გლობალურად ბაზარზე ის ნაწილი შეიცვალოს, რომ მაინც ესე ვთქვათ მეტი მოთხოვნა უფრო ლიკვიდურ ბინებზე, უფრო პატარა ზომის ბინებზე. თუმცა პროექტი, როდესაც უახლოვდება დასასრულს, ოჯახები, რომელიც ფიქრობენ გაფართოებას ან ვთქვათ უფრო დიდ სახლში გადასვლას, საცხოვრებლად ესე ვთქვათ მოთხოვნა ამ შემთხვევაში იზრდება დიდ ბინებზე. და ესე ვთქვათ, ჩვენ ნაწილში ეს შეიცვალა, კი. ანუ მეტროპოლის პორტფელის ნაწილში პირველ კვარტალში მოთხოვნა აშკარად გაზრდილია, თან მკვეთრად გაზრდილია დიდი ზომის ბინებზე, კი. მამუკა, როი, როგორც მათ შორის პროფესიონალ ფინანსის და ბანკის გესაუბრებით, რომელიც ერთ-ერთი მთავარი თემა არის საზომით, ზუსტად აბსოლუტურად ამ და ნებისმიერ ბიზნესში. მით უმეტეს თქვენ ძალიან ბევრი ინვესტორს
ესაუბრებით დღე პირველიდან მეტროპოლის დაფუძნებისა. როის ნაწილი მაინტერესებს როგორც ფაქტიური, რაც თქვენ გაქვთ და მეორეს მხრივ დუბაი ახსენეთ. და მაინტერესებს დარწმუნებული ვარ ანალიტიკურ დადარებასაც აკეთებთ იქ ბაზარზე არსებულ ვითარებიდან გამომდინარე. როგორ ედრება საქართველოს თუნდაც მისი დედაქალაქის, ანგნებავთ ბათუმის და დუბაის როი. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია როი, ანუ ამონაგები ინვესტიციიდან და მე ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ მეტროპოლის, ზოგადად ამ სექტორში მთლიან ჩვენ საქართველოს ამ კუთხით, ესე ვთქვათ, ეს ნაწილი არის ძალიან ძლიერი მხარე და ძალიან კონკურენტული უპირატესობა, ესე ვთქვათ, ჩვენი დუბაი ახსენეთ და დუბაის შემთხვევაში როი არის დაახლოებით 5-6% დღეის მდგომარეობით, როდესაც საქართველოში საშუალოდ არის 10%, მეტროპოლიც არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში და ჩვენთანაც ამონაგები ინვესტიციაზე არის 10%, რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 8, შეიძლება იყოს 12, თუმცა რო გავასაშუალოთ, ესე ვთქვათ, დაახლოებით 10%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ესე ვთქვათ, დუბაისთან მიუხედავად იმისა, რომ დუბაი ვიცით ხო, ამხელა ესე ვთქვათ, მოთხოვნა არის დუბაიში ჯერ კიდევ მიუხედავად ესე ვთქვათ, ყველაფრისა, მაგრამ რეალურად ფინანსურად თუ შევხედავთ, საქართველოს ორჯერ უფრო საინტერესოა საინვესტიციო კუთხით, ვიდრე თუნდაც დუბაი. ასე რომ სამომავლოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ ინფორმაციის უფრო მაქსიმალურად ესე ვთქვათ, მიტანა საერთაშორისო მომხმარებლებისთვის მალე მოხდება და დარწმუნებული რომ ინტერესი საქართველოს კიდევ უფრო გაიზრდება. სამომავლო გეგმებიც უნდა მოვიკითხოთ საქმე ინტილეს ეთერში. ერთია რომ გადააჭარბა დასახულ გეგმებს პირველი კვარტლისა, თუმცა მომდევნო სამი კვარტლის მდგომარეობა როგორი არის გეგმებით და სიახლეებით. კი ბატონო, ჩვენ ახალი პროექტი იქნება, რაც ჩვენამდე ინფორმაციები მოდის, რომ მეტროპოლი სტარტავს ახალ პროექტს. კი, აუცილებლად იქნება ახალი პროექტი, წელს ვგეგმავთ მინიმუმ 3 ახალი პროექტის დასტარტვას, ესენი არის ბოლომდე არ მოსულა ინფორმაცია. ისტორიული ჩვენ ისტორიულ უბნებში და ცენტრალურ უბნებში ეს არის ვაკე და ვერა. ვაკეში ვაპირებთ 2 ახალი პროექტის დასტარტვას, ეს იქნება აბაშიძის ქუჩაზე და ჭავჭავაძის ქუჩაზე. ხოლო გამზირზე, ხოლო ვერაზე, ბელინსკზე იქნება ჩვენი ახალი პროექტი. ეხლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები არქიტექტორებთან, ვათანხმებთ პროექტს, როგორც ქართველ ასევე უცხოელ არქიტექტორებთან. და ვარაუდობთ, რომ ალბათ მეორე კვარტლის ბოლოსკენ უკვე დავიწყებთ ესე ვთქვათ დაანონსებას კონკრეტულად ამ გარანტირებულად მამუკა რაც ვიცით 3 ახალი ამ წელიწადში იწყება. გარანტირებულად რაც ჩვენი აქტივია, ანუ შეძენილია ეს აქტივი უკვე ესე ვთქვათ და შეკრულია და მიმდინარეობს პროექტის შეთანხმება, ეს მინიმუმ რაც გარანტირებულია. თუმცა ჩვენ ვაპირებთ და ვგეგმავთ, რომ კიდევ მოვახდინოთ შეძენა ახალი აქტივის და არ გამოურიცხავ, რომ შეიძლება არა 3, არამედ 4 პროექტიც დავიწყოთ წელს ახლა. 26-ში. დიახ. წარმატებები და მადლობა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბებისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, მიმდინარე კვირის ერთ-ერთ მთავარ თემათაც იქცევა იმ ინფორმაციიდან და ანალიტიკიდან გამომდინარე, რაც მეტროპოლის პირველი კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე მივიღეთ. წარმატებები მეტროპოლის გუნდს და მადლობა მობრძანებისთვის მამუკა იმედაშვილს, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილეს.